25 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ქველმოქმედება საქართველოს ეკლესიის მეთაურის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიების დაწყებამდე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი დიდი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ. Ქრისტე აღსგავ. ქრისტე აღსგავ. ქრისტე აღსგავ. უფლისმიერ საყვარელო, დღეს არის ჩვენი საყვარელი პატრიარქის, სიყვარულის პატრიარქის მე-40 დღე და განვიძრახეთ, რომ ამ ტაძარში დღეს დიდი პანაშვიდი გადაგვეხადა. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ესეთი საოცარი პატრიარქი მოგვივლინა უფალმა. მართლაც ხშირად ვიძახი და მინდა რომ გითხრათ, რომ რაც გვასწავლა პატრიარქმა, ეს არის ის, რომ ყველა ჩვენთაგანმა უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ცხოვრებაში ის მიმტევლობა, ის პატიება, ის სინანული, ის მინდობა უფალზე, ყველაზე დიდი რაც არის. როცა უფალი ბრძანებს, რომ ვინ შემიყვარებს, ვინც მომენდობა, იმას წარმართავ და ვაცხოვნებ, სასუფეველში მოვახვედრებ. პატრიარქის დარიგებები მართლაც საოცრება არის. ხშირად არის, როცა ამოვიკითხავთ ხოლმე მის ჩანაწერებს, მის დარიგებებს, მის საოცარ სწავლებებს და გვინდა რომ სწორედ აი ამ სწავლებლებით ვიხემძღვანელოთ. გაიზარდონ ახალგაზრდა მომავალი თაობა. შევთხოვოთ უფალს ჩვენ ტყუილ იესოს, რომ მართალთა სავანეში მოახვედროს ჩვენი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და ჩვენ პატრიარქს შენდობა ვთხოვეთ, როგორ გული ვატკინათ ყველა ჩვენთაგანმა, ჩვენმა ერმა და ჩვენმა ქვეყანა, მაგრამ ერთის კი არ დასცენია, სულ ერთს იძახოთ და მიყვარხართ ყველანი, მიყვარხართ. შეგვინდოს და გვაპატიოს და შეთხოვოს უფალს ჩვენმა პატრიარქმა, რომ შეგვინდოს ჩვენს და ჩვენს გვაპატიოს და გვაცხონოს. ამინ. პანაშვიდის დასრულების შემდეგ სამების საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სატრაპეზოში მომზადებული ტრაპეზი იკურთხა. ამ დღეს სათნოების კერაში სხვადასხვა სახის კერძი მომზადდა. საკვები გადაეცათ უფასო სატრაპეზოს ბენეფიციარებს, შეჭირვებულ მოქალაქეებს და მომლოცველებს. დარიგების პროცესი სხვადასხვა ტაძარში მიმდინარეობდა. საქველმოქმედო ღონისძიება მათ შორის სიონის საპატრიარქო ტაძარშიც გაიმართა. ღონისძიებაში მოძრაობა დავითიანის წევრები, ახალგაზრდა ლიდერთა აკადემიის წარმომადგენლები და უფასო სატრაპეზოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მადლიერების გამოხატვასა და თანადგომის გაძლიერებას ემსახურებოდა. 40 დღე გავიდა ჩვენი საყვარელი პატრიარქის გარდაცვალებიდან. თითოეული დღე ჩვენთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო. ყოველდღიურად პანაშვიდები აღესრულებოდა მის სახელზე. დღეს 40-ია წირვა შესრულდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ასევე ყველა ტაძარში და სამების საკათედრო ტაძარში და მოგესალმებათ წლების განმავლობაში ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევ ყოველდღიურად უამრავი ადამიანის, უტყოვარი ადამიანის დაპურება ხდება და ხდებოდა და დღესაც 40-თან დაკავშირებით 300-მდე ესეთი ულუფა დამზადდა გაჭირებულებისათვის და ჩვენი პატრიარქის სახელით დაურიგება თითოეულ მათგანს. როგორც მოგეხსენება, დღეს ჩვენი უწმინდესის მე-40 დღე შესრულდა. ამასთან დაკავშირებით პატრიარქის სახელზე ახალგაზრდებმა გამოთქვით ინიციატივა, რომ საკურთხი დაერიგებინათ შეჭირვებული მოსახლეობისათვის, აი სწორედ დღეს სამებაში არსებულ უფასო სატრაპეზოში დაახლოებით 300-მდე ულუფა გამზადდა, რომელიც როგორც ადგილობრივ ბენეფიციარებს დაურიგდებათ, ვინც ამით სარგებლობს ყოველდღიურად, ასევე ჩვენი ახალგაზრდები დავითიანის წევრები სიონის ტაძარში მიმდებარე ტერიტორიაზე პატრიარქის სახელზე გასცემენ მოწყალებას და ეს იქნება ჩვენი დიდან მცირე სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობა და ამისთვისაც მადლობა უწმინდეს, რომ ეს შესაძლებლობა მოგცა და ახალგაზრდებს ეს სიტყვა და სიყვარული დაუტოვა და ჩვენც ვცდილობთ, რომ ის დაამთავროთ და მისი კურთხევა ყოველდღიურად შევასრულოთ. მერქვა გვიცხოვნოს ჩვენი პატრიარქის სული.
პატრიარქს გადაცვალებიდან 40 დღე გავიდა და მისი სახელი და მისი საპატივცემულოდ უყოვართათვის სადიდით მოამზადოთ და დღეს სწორედ აქ ვართ მამისთვის შეკრებილები, რომ მათ დავეხმაროთ. როგორც ვიცით, პატრიარქს ძალიან უყვარდა მოწყალების გაცემა, აქედან გამომდინარე დავითიანის კულტურის კომიტეტით ჩაერთო ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში და ძალიან მოხარული ვარ, რომ მე თვითონაც ვიყავი ჩართული ამ პროცესში და მივიღე მონაწილეობა. მე ვარ სამების საკათედრო ტაძრის მსახური. ჩვენს უწმინდესზე კარგი სიტყვა, ცოტა იმდენად ტკბილია ჩვენთვის, იმდენად მწარია დღევანდელი დღე. დღეს 40-ია ჩვენი უწმინდესის, გავაცილეთ ჩვენი პატრიარქი. დიდი მადლობა ჩვენს სატრაპეზოს, დიდი მადლობა მამა იოანეს, რომელიც რომ ჩვენზე თითოეულ ჩვენგანზე, მრევლზე, მსახურებზე ყოველთვის ზრუნავს.